მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და საქალისო შოუს. გააცინე და მოიგი. აპლოდისმენტები მჭირდება რა თქმა უნდა. თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ ამ არაჩვეულებრივ სცენაზე აღმოჩნდეთ და რა თქმა უნდა ჩვენი პატივცემული ჟიური გააცინოთ ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, უნდა დაგვირეკოთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ძვირფასო მეგობრებო, უპრეცედენტო შემთხვევა. დიმიტრი კუბატაძე და ნიკოლო ზარაბიძე ჩვენთან ჟიურიში. ამიდი ხარ, კაცო, წამოდი. ასე, მოატარე ნიკოლოს. აი, აქ ვაუბედურებთ ხალხს ჩვენ. აქ ბატონი ვახტანგიზის. ეს არის ჩართვა დროის, ეს გამორთვა, ეს აერში ვიწევით. იქიდან ნახე. შემდეგ წამოდი. იქიდან მონიტორი. აქეთ მონიტორინგი. მე ნამყოფი ვარ ამ სტუდიაში, შოიც? ო, ფულები რო წავიღე. აი, ხო არ გწყორია. არა, მაგრამ შემაცი ვარია. კარგად და მოწყობილები. აბა წამ. დავიკავოთ ბარემ ადგილების ყველა. ეს იყო სულ. კარგად. ჩვენი მეგობარი და საქართველოსი ბატონი დიტო კუბატაძე. აპლოდისმენტები მეგობრებო, რომელიც ნამდვილად ყველას მეგობარი ვარ, მოგესალმებით. კეთილია. რომელიც დიდი დამსახურების შედეგად მოხდა პატივცემული ჟიურის წევრი. ეს ვიღლიცი გახდა ჩემო დიტო, ვიღლიცი. და ნიკა მიწიას უღოლიცინებ ხოლმე. აბა შენიცი. თორემ განა არ ვიცი რომ ამ სტუდიაში არაერთხელ ხარ. აბა დიმიტრი შენიცი ახლა თანხები გოაკრედიტის სეიფიდან უნდა გავიდეს და მოუფრთხილდი. არ მოაღო პირი. აქ არის ფული. არა, რაღაცეებზე თუ გამეცინა ხო არის ფული მართლა. ამასობაში გამახსენდა, ხო არის თანხა? კი. არის, ძალიან კარგი. სანამ დავიწყებთ გადაცემას, ჩვენ პარტნიორებზე უნდა გითხრათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის პარტნიორია გამაგრილებელი სასმელი, არსი კოლა და არსი Q Orange. არსი კოლა იგზენით ცხოვრების არსი. აპლოდისმენტები, თუ შეიძლება. ასევე ჩვენი პარტნიორი გამაგრილებელი სასმელი არსი კოლას ახალი გემოები, მალე არსი კოლა ვანილის და ყავის არომატით, აქაც რა თქმა უნდა აპლოდისმენტები მეგობრებო. ნუ გეზარებათ ყველა ჩამონათვალის შემდეგ აპლოდისმენტები მომაშველეთ. გადაცემის პარტნიორია გერმანული ჩასაშენებელი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია კუპერსბერგი. აპლოდისმენტები. აკვეთქვი ჩვენს მოთამაშეებს და ჩვენს ტელემაყურებლებსაც, კუპერსბერგი ჩვენს მონაწილეებს აძლევს შანსს. ანუ თუ დროში დრო ამოეწურა და დასრულდა მისი თამაში და ფაქტიურად თანხის გარეშე მიდის აქედან, არაბა მეგობრებო, წითელის ნაცვლად გამწვანდება სცენა, რაც ნიშნავს იმას, რომ კუპერსბერგმა მისცა შანსი, შეუძლია აიღოს კუთვნილი მოგებული თანხა, ან გააგრძელოს ისევ თამაში. აი ესეთი ამბავი გვაქვს, ამასაც აპლოდისმენტები ჭირდება. ჩვენი პარტნიორია ფინანსური ორგანიზაცია Goa Credit, მომსახურება საქართველოს რეგიონებში, ასევე Goa Credit გადასცემს თანხას ჩვენს, ესე ვთქვათ, მოგებულებს შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორია რესტორანი ღვინის გზა, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 97-ში. ის აპარატის გახურდა ასე თუ ისე და ძვირფასო მეგობრებო, შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ძალიან კარგი. პირველი, რომელიც Goa Credit-ის ოთახიდან ჩვენთან სათამაშოდ მოემართება, გახლავთ კარენ მირაქიანი. გთხოვთ აპლოდისმენტები. მომწონს თქვენი გადაცემა და ხშირად უყურებ. მაქვს სხვადასხვა ხუმრობები და ვფიქრობ, რომ შევძლებ ჟურის გაწინვას. არ მიფიქრია, რამდენს მოვიგებ, ნახოთ თამაში გვიჩვენებს. მოგესალმებით. მე მოგესალმებით, კარენ თბილის დამზადებით. დიახ. პროფესიით რა ხართ? არ მუშაობ დროებით. არა, არ მუშაობთ გასაგებია, მაგრამ უმაღლესი განათლებით ხართ. ტურიზმი მაქვს დამთავრებული. ტურიზმი, მერე შეკაც, მერე. ავაყავთ ეს ტურიზმი. მარტო მე რამდენს ვიზავ? აბა. სავარაუდოდ დაქორწინებული არ ხარ, იმიტომ რომ საძულველი საქმიანობა არის დაუთოები და სარეცხის გარეცხვა. დატანჯული ყავ ხარ ამ საქმიანობას მომდა. ისე ჩვენად გამოიყურები, კარგად კი აუთოვებ რა გინდა წმა. ძალიან კარგი, სარეცხის დარეცხვა, არც მე არ გიждები. ეს ჯისი არის ცუდი დამაგლიჯათითები. ასე რომ უნდა გახდე. ასიზო, ცოტაც გაუძი. რა უშავს, რაღაც სარეცხ მანქანები გამოსულა. გამოიგონეს კი, ჩამოგვიტანენ იაპონიიდან. შეაგდებს, თვითონ მეცხავს. ყურავს. არაფერი არ უნდა. როგორც კი მოვაგროვე, ფულს ვიყიდი, მაგას უეჭვენ. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე, რა ვიცი, დავიწყოთ ბატონო დიტო, რა სიტყვით. დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ ბატონ კარენს. ძალიან კარგი, კარენ. რა მაინტერესებს? შესავალი ხომ არ გაქვს? არა, პირდაპირ ჩავთოთ. პირდაპირ ჩავთოთ სავალი ვეძებოთ. მაშინ გამოსავალი კი ბატონო. 3
2 1 ღმერთმა თქვა ღმერთი ამბობს და გამოვიდა ანუ ფუ თავიდან მემბაია ღმერთი ამბობს გამოვიდნენ დებილები და გამოვიდა ჩემი ცოლი აიღო ხელში დროშა და წავიდა წინ სომეხს ეკითხება რა ფრინველი მოგწონთ არწივი რატომ არწივი საკაიფო ცხვირი აქვს როდესაც მიხეილ ბოიასკი ხუთს იხდის ის ალექსანდრე როზენბაუმად იქცევა იმისათვის რომ ზღვაზე კარგად გაილუჯო გოგოები იხდიან ლივს ბიჭები ქოწინო ბეჭედს გაიცინა ნიკოლოს კარენ ბატონო და 50 ლარი გაქვთ კაი საკაიფო 50 ლარი საკაიფო აი ბენ ვაგზელებ თუ წვეთ თამაშს არა ვაგზელებთ დიახ ძალიან კარგი ისა მშიერი ადამიანი აპლოდისმენტები თუ შეიძლება 3 2 1 ყველა საქმეს ხვალისთვის გადავდებ ან ზეგისთვის ან 30 თებერვლისთვის ექსტრასენსი მითხარი შენი მამის სახელი და გეტყვი მამა შენი სახელს 60 წლის გუბერნატორმა ხალხს პენსიის 10 ჯერ გაზრდას დაპირდა 2040 წლისთვის ორი ბიჭი ეკითხება ტაქსის მძღოლს ვაგზლამდე სამკაც მიგვიყვან კი მაგრამ თქვენ ორნი რომ ხართ თქვენ არ მოდიხართ სიგარეტ ქემელის რეკლამა პაციენტს ეუბნება ექიმი თქვენ ფიტვის კიბო გაქვთ საიდან აკლემისგან ვიქირავე ბინას 5-7 წლით ნუ მოსამართლეს გადაწყვიტავს ჩინეთში ვიაგრის გამოყენება სიკვდილით დასჯას ნიშნავს ლიფტში მგზავრობს ორი იაპონელი ქართველი სომეხი და აზერბაიჯანელი იაპონელი ეუბნება იაპონელს ეს რუსები რა ერთმანეთს გვანან ქალი ელოდა შემდეგ სარკეში ჩაიხედა და პირველმა დაურეკა გოგოში პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ თმას შემდეგ თვალებზე შემდეგ კისერზე საკმაოდ ნელი ინტერნეტი მაქვს სამწუხაროდ კარენ რა უშავს სამწუხაროდ თანხის გარეშე უნდა გაგიშვა აქედან მაგრამ გული არ დაიწყდა ჩემო მეგობარო რომ მოხვედი და ითამაშე ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ და ძალიან განსაკუთრებული აპლოდისმენტები მეგობრებო კარენს დიდი მადლობა კარგად იყავით ძალიან კარგი გადაცემაა გააცნე და მოიგე რა თქმა უნდა წავაგე მაგრამ არა უშავს ანა ბახტაძე მიყვარხარ დიმიტრი გავიგეთ რომ ძალიან კეთილი კაცი ხარ და ძალიან და ესე ნუზი ხარ ესეთი გაბიდნული ძალიან მინდოდა რომ გამეცინა ძალიან ერთი სული მქონდა რა გავაკეთე ბატონ კარის ბოდიში უნდა მოუხადოთ რო არ გაგვეცინა მაგრამ ეს ძალიან ისეთი ხუმრობები და ანეკდოტებია რომელიც იყო და შესაძლოა არაფერი უბრალოდ მე დიდოსთან მექნება თხოვნა რომ ვიღიმე ხო რომ მე შეიძლება უცბად ჩაგითვალო და მე მეტყვია რომ რა ქენი ესო ხო დავსერიოზო მე სიტყვასავით უნდა იყოს აბა რა გაჭიმული სახი წაჭიმე სახი დიდო წაჭიმედი რა ვარღიმილია ბოშმა ფუჭეთ ბიჭო აბა გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა მე მიკრიეს მე ახალგაზრდობა თუ არა რა მიჭი სულ ვიცინოდი ხო სულ ვიცინოდი გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა ძირფასო მეგობრებო და შემდეგი მონაწილე რომელიც გოა კრედიტის ოთახიდან ჩვენთან სათამაშოდ მოემართება გახლავთ პატივცემული ჟულივერ ბაროვიანი გთხოვთ მივესალმოთ მე ძალიან მომწონს ჩვენი გადმოცემა გამაცინე და მოიგე იმისთვის მოვედი რომ ხალხი რომელიც ზიან ამბულატორიაში იყურებიან გავაცინო ის ხალხი გავაცინო რომლებიც თერ სოფლიოში ზიან თერ საქართველოში ზიან ტელევიზორთან და ელოდებიან ან გადმოცემას ვეცდები ყველა გავაცინო რა ხილამურებით გელოდებოდით კარგია რომ თვილად გაცვიათ მათყო არა კარგია რომ სტუდია ბაკურიანში გავაკეთეთ სტუდია მაგურიაში გავაკეთე. შემდეგ წელს გუდაურშიც გელოდებით ბატონო გოჟული. ცოტა გაცეებული ვარ. კი ბატონო. გესმის თქვენი. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ 70 წლის ბრძანდებით. პოლიტიკა შესაძლებელია, გეთანხმებით. ცოტა უნდა შევცვალოთ რაღაცა ქვეყნის პოლიტიკა. პენსიონერი ხართ.
დიახ. და საძულელი საქმიანობა პენსიონერი ნუ აი სა. არ უნდა პენსია, არ მოწონს პენსია და შესაბამისად. უნდა რომ იყოს შესაბამისად 25 წლის, ნუ რამდენი გინათ რომ კონდეს პენსია? რაც უფრო მეტი იქნება. აი მაგალითად, კონკრეტული თანხა ვთქვათ რაღაც, ავიჩიო. იცი ეხლა არის 180 ლარი, ხო? 300 რო იყოს მეყოფა. რატო იცით? ეხი 100 ლარი წამლებში მიდის. კი ბატონო. ცოტა ხაშის ჭამაც მინდა, პურის ჭამაც მინდა და ცოტაც აი რა მაშინ არ გვეყოფა 300. 300-ის არ გვეყოფა. ეგ მაინც იყოს რა, ეგეც რო არ არის. 460 იყოს და ვсё. გავჩერდი. არჩევი. მაგ საშუალება ახლა და იყოს. კარგით, მადლობა რომ გვესწუხნეთ. რა მოგვიზადეთ დღეისათვის? ერთი რამდენიმე ჩემი მოგონილი ანეკდოტები მიწერია. იმას ვერ თუ გავა არ გავა და აი ესე რა. წავა არ დავა. რა ვქნათ. მე მინდა რომ ყველა გავაცინო და იმისთვის თორე პირდაპირ ჩაგირთოთ ბატონო ჟილივერ თუ ჩართეთ. პირდაპირ. ძალიან კარგი. ერთი აპლოდისმენტები მიუძღოთ ბატონ ჟილივერს. 3 2 1 რეზო და გიზო, ორი კაი ძმაკაცები, ორივეს ერთი გოგო უყვარს. დილა შეხვდნენ და გიზო ეუბნება რეზოს, ძმაო, მერხევო, რატო ძმაო, ჩემ გოგოს აღარ უყვარ ვარ. წამო თიტოჭიკა დავლიო და ვილაპარაკმოთ. რო წავიდნენ დალიეს, ჭამეს რამე და ის გიზო დათვრა და ხელი დადო მაგიდაზე და დაიწყო სიმღერა. ახლოს აღარ მეკარები, შორ-შორ გარბი ხარ. ახლოს აღარ მეკარები, значит ვისი ხარ. გილოცავთ ბატონო ჟილივერ, გილოცავთ. თითოს გაიგიმა. მაგარი ძმაკაცები არიან. 50 ლარი გაქვთ. მაგრამ ჩამოჯდა. ხო. 50 ლარი გაქვთ. დრო გამოუყენებელი 10 წამი და კუპერსბერგის შანსიც. რა იცი, იქნება გაგიმართლა. გაგძელებთ. მაგრა განიცდი ყველაფერი გაქვთ და გააგძელებთ ბატონო ჟილივერ, არ ახლოს ასიზავთ. აღარ მეკარები. ერთი თუ ერთი დრო ჩავრთო? ჯერ დრო. კი ბატონო, 3 გადაიტანა. 3 ყურადღები ჯიური? მოკუმედიტო ტუჩები? დრო გაღიმებული ხვდები უკვე ამას. 3 2 1 ახლოს აღარ მეკარები, შორ-შორ გარბი ხარ. ახლოს აღარ მეკარები, значит ვისი ხარ. ამ დროს რეზომ გაიგო ეგ ამბავი გაუხარდა. ახტა სუფრიდან და ეს ცეკვი და სიმღერი გააგზელა ეგ სიმღერა. ახლოს აღარ გეკარება, значит ჩემია. ახლოს აღარ გეკარება, 100%-იანი ჩემია. ქორწილი იქნება, ქორწილი, შალახო დაუკარი, შალახო. არ არის შალახო. არის მუსიკა. ერთი თუ კომერცია ერთი ასე. აი. შაბაშ. ძალიან კარგი. მადლობ. მოგვეცი ახლა ერთი 100 ლარი მიხვდი. კი ბატონო, 100 ლარი უკვე თქვენია, კიდე რას არ მოგვიდგენთ ბატონო ნიკოლოს. კი ბატონო. ბატონო ჟილივერ, 100 ლარი გაქვთ. თუ 50 100. 100. მე მეგონა შალახოს ასუ თვითონ გააკეთებდა რომ აი ჩაირთო ეგ მართლა. იმასაც ვეტყვი და ეგეთ ჩემ ცხოვრებიდანაა. მე 16 წელი ძღოლად მუშაობდი სასწრაფოზე. არ ვაგზელებთ ამას. აი ეს პატარა შესავალს ვეტყვი. კი ბატონო. ხო და ადრე როგორ იყო, იცით, სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ სასწრაფო მანქანაზე. სანიტრა, ტექნატ, რა ვიცი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა ჩემთან გია სახელად. ჩართე. 3 2 1 ეხლა ორსული ქალი გადამყავს, ექიმი მეხოწება, ჟული გეხოწები ჩქარა სამანტყოფოში, მანქანაში არ იმშობიაროს. მივაწექი, მივიყვანე მიმღებში და ეს გია ერქვა იმ ბიჭსა და ეხმარება ნასილკა ასწიეს, რომ შეიტანე შიგნით, რომ დადეს ამ შობიარი ქალმა. უცე ფეხები ასია და იმ შობიარ ამან რომ დაინახა და წაიქცა კიდევაც. მივარდა ექიმი, გია შვილო, რა მოგივიდა, ადექი. ამ გიამ თვალები გაახილე და ეუბნება, ექიმო, 20 წლისა ვარ, ცხოვრებაში რაც არ მინახია, ისავ ნახე, თანაც ზედ პატელე კუკლისთან იყო მიბმული.
გაგზავნეთ, გვაგდრო. ნუ კაი. მოხუცი კაცი 80 წლის მივიდა კვერცხის გამყიდველთან. ეუბნება შვილო შეიძლება ერთი კვერცხი მიყიდო. კი ბატონო, არჩიო, აიღო ერთი კვერცხი შეხედა, არ მოეწონა, მეორე შეხედა, მოეწონა. ამას წავიღებო შვილო. და მე ამოიღო მეტრიანი ჯერ გაზომა. ადრე რო იყო ქაღალდის მეტრიანი, მე აწონა. ზუსტად როგორც ტყუპისცალიო, ეს სწავლა პროტეზის. არა უშავს. არა დადებოთ. ბატონო ჯულივერ, დიახ. უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ჯულივერ. დიდი მადლობა. წარმატებები. ერთი წუთით მოგბრძანდით. ისე არ მინდა რომ გული გაგწყვიტოთ რომ რაღაცა უნდა გაგატანოთ. წავიღოთ არსიკოლა. დიდი. მე პატარა ვარ და დიდი. ერთიც. ეგეც მადლობა. კიდე დაგეტევოთ ერთი. არა, მე ერთი წუთი მოგბრძანდით. ერთი წუთი. ერთი წუთით. ესაც ჩუქარი ჩვენგან ბატონო ჯულივერ სამომისადე მეგობრებო. დიდი მადლობა. აღარ ნამდვილად კარგი თამაშისთვის. სამწუხარო დროში ვერ მოასწარით. არა უშევს. კაი გადმოცემა იყო, გამოვედი, ვერ მოვიდე, მაგრამ რაც ვეცადე მეთქი გავაცინე ფალს, ცოტა გავაცინე და მივიდივარ კარგად ვანდებოდეთ, ყველას უსურვებ მოსვლას და მოგებას. მაგრამ შავა ხო გვაცეკვა ბიჭო, შაბაში ვერ მივეცით. აი ძალიან სამწუხაროა რომ დამწყდა გული ძალიან მხიარულად დავიწყეთ ყველაფერი და ასე თანხის გარეშე რომ გაუშვით ეს ადამიანი. არა უშევს, ყველაფერი წინ. მაგრამ მე ჩვენი ბრალიც არ არის, აი ვერ ჩავეტიეთ დროში. გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა ზურბასო მეგობრებო და შემდეგი გოა კრედიტის ოთახიდან ჩვენთან, აი აქ ამ სცენაზე სათამაშოდ მოემართება მივესალმოთ ლიკა სონღულაშვილი. მე მაქვს ხუმრობები, ანუ სხვებს ვაჯავრებ, ან პაროდიები მაქვს, ანეკდოტებიც მაქვს და ვფიქრობ, რომ 400 ლარზე თუ 400 ლარზე ავედი, გავჩერდები. თქვენი გადაცემა ძალიან მომწონს, ყოველთვის ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მეც მოვიგებ და მეც მეყურებ. ლიკა რომელი ხართ? ლიკა და ნიკა. აბა ლუკა. ეს ვინ არის ეს ბავშვი? ჩემი ძმა. თქვენი ძმა, მე ნიკა რატო არ დაარქვეს, ერითმება, კარგად. ლუკა ცერითმება. ერთი ასო გაქვს შეცვლილი ლიკა, ლუკა. ლუკაც მე ნიკას ვაწვევი, კაცო, მაცადე. თემუკა. მე ჩემი გაი, თემუკა. როგორ ახარ თემუკა? კარგად არის, როგორც ეთყობა, აღარ შევაწუხოთ. რამდენი წლის ახარ? დაიქე. თემო. 4 თუ იქ. დაიმარცხოთ. ყურები რამდენი წლის იყავი, რომ მოგივიდა? აბა მივესალმოთ უფროს ლიკა. 11 წლის არის. თბილისში ლუკა, სწავლობს. ლუკა. კი რა და და თემუკა. კარგი გოგოა. კარგად სწავლობს. ლუკა სათო ეძახი. წამოშენ ჩემთან იქით. თუ ჭირდება? ჭირდება, კარგით აგიტო. ჩაუგდო ბავშვი. ასადე ბავშვი რაღაც დატოვა თანხის გარეშე. საქმიანობა ყველაფერი მიყვარს. და თემუკაც. კი ბატონო. კარგი გოგო ხარ. აბა ძალიან მაინტერესებს რა თქვენი გამოსვლა. და რა ვიცი, რა მოგვიმზადე აბა დღეისათვის. მე მაქვს პაროდიები, ცოტა ხუმრობები. პაროდიები, ხუმრობები. ძალიან კარგი. ხუმრობები რატო? ბევრი რატო არ მოიფიქრე? პაროდიებს აწევა ძირითადად. ცოტა ხუმრობების. ხუმრობებით გამოურია. კარგი, ისმენ. გაანევე მჟიულის თავი შენ ახლა. გაანევე ნერვიულობას თავი ასევე. ვინ? თემუკა ნერვიულობს. თემუკა, ნუ დაიძრე ეკბილები, ვიტო არა. ჩემი ძმა. ნუ ნერვიულობ. ეხლა უნდა დაეხმარო, შენ დაიკოს, რასაც გეტყვის უნდა შეასრულო. სანერვიულო არაფერია ნამდვილად გისმენთ. შესავალი ხო არ გვაქვს ლიკა? პირდაპირ ჩართო დრო. ძალიან კარგი. გავამხნევოთ ჩვენი პატარა მონაწილეები, დიდი სიყვარული. 3 არ ინერვიულოთ, 2 1 გაჩერდით, გაჩვენდით, გაჩვენდით! აი მე რა ვიკაცე? ოქтай რას ამობდით? თქვან. სიცხვილია.
ხელას ხუბა გააკეთა. თემუკა ასაკეთებს. ეს ედგას და თავის დის ხუმრალებზე. შენ მაინც ღიმილიძე ხარ, ძალიან ბედნიერიძე ხარ და ნუ აი ზიხარ. თემუკას თუ დააკვირდები შენ საოცრად გაგეყინებ. ანუ იცი, გეღიმებ. სერიოზ. ანუ იგებენ თანხას, 50 ლარი. აქვნა. გილოცავთ. თავიდან გავაგზავნოთ თამაში. ძალიან კარგი. ყურადღებით მეგობრებო? არა, ჯერ თემუკა მაინტერესებს. აფასებს. თემუკა რამდენ პროცენტში ზის ამ მოგებული თანხის? დაახლოებით 20? 2. 2 ცოტა. აუ, თემუკა შენ არ აფასებ საკუთარ თავს. სულ ადგილზე მუშაობს ძმა. წადის ამ რამდენი უნდა მოიგო შენმა დავახლა რომ სერიოზულ თანხას ეკუთვნეს. არა ჯიგარი არის. მეგობრებო, დიტო. всё, მე სერიოზული ვარ ძალიან. აბა 3 2 1 აბაზანდან ელაპარაკება ქმარი ცოლს. აუ, გოჩი, ხო ხალო. გამო რა. საგამოვიდე, ბიჭო, სიცხვილია, საგამოვიდე. ტიტველი ვარ, საგამოვიდე. კახეთში ვირი ისე ყროყნებს ლამის აწოლდა გადმავარ. ბაბუ, კერა თვალოდი, ბიჭო. აი, იგი ბაბაბიდა. ვისი ბემოს პაროდიას აკეთებს ძალიან მაინტერესებს. 100 ლარი გააკლიკუნა. მადლობა. რა ვშევით ახლა? ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ. რა კარგია რა. ბემოს გაბრაზებას. კარგია რაო. აბა, დარბას აპლოდისმენტები თუ შეიძლება? თითო სახე იმასკენი გაასწორე. ნიკა, ფონოგრამა 3 2 1. ხორცმა პრობლემა არა მე არ ჩავეცოცხო და ისე გავარკვი იაცნა არა ცერეხა და გამოხვალ გარეთ მე ჩემ თეთრ ჩიგულთან გელოდები რომ გამოხვალ გარეთ რა მურთხავთ არა მისათი ხო ბალაძაღლი ცოლე მაიყვანა რა მაყონო სვაი დაუწყო ვაი მე როდესაც ბანკის სესხი დაგიმტკიცებათ პროექტში ლამბაზე ტროს იყდეთ გარეთ შეიძლება ბოლოს ეკრატაკცით საგშა წარმოდგენ პოს კიტუმში მიმამონიატანია და დაიცა ახალ ჩურჩებში რაღა ჩამივარდა დაიცა არი იგარიშა გილოცავ ლიკუნა რა თქვი ბაბა შეახსენა თანხა თავისი კაცო ჩემი თანხა ახლა ვაგე 200 ლარი გაქვს 4 ლარი აქვს ბავშვს 4 ლარი აქვს მოიცა რამდენი მოიგეს კაცო 200 4 ლარია 2% კი ბატონო მაგარი რამდენი წლის არის რეაქციებია 5-ის ხდება 5 არა 4 ლარი ცუდი ამბავ 4-ის არის 4 ლარი აქვს ო 4 ლარია სიმბოლურია რაღაც ლიკუნა რა შვებით გავაგზავნოთ თუ შევწედოთ ვაგრძელებ ოღონდ შესავალი მინდა ერთი წუთია შესავალი შეგვაქვს მაგის ისა ეხლა შესავალი პროდიუსერს კითხე რომ შესავალი თუ შეიძლება ადამიანმა რო გააკეთოს დაუშვათ ერთი გამონაკლისი აი ამ ოღონდ მეტი შესავალი არის ბავშვებისთვის დაუშვათ რამდენი ძგინა იმდენი შესავალი გავაკეთოთ ჩემოლიკა კი ბატონო რა თქმა უნდა შეგიძლია შესავალი ჩანთაში აქვს შესავალი თემუკა მოდი საჭირო ხარ ღობე თემუკა 4 ლარად სადმედის მანცარ მიბატო გაჭირებაში საძებო თემუკა რა აგერ აუღვე მოწყურებია შეგაცო აგერ არ გვაქვენე წადი დედა წადი აბა შეგილაკოს ხო მოდი ბიჭო მოდი ლიკო მოდი თემუკა თემუკა აი არ წახვიდი არცად ამას გადმოგცემ შენ ხო ხელია შეუშალო სახლავი მაშინ რა ხოდიე დავიწყოთ თუ შეიძლება გავიწყო თუ შეიძლებაო ყურადღება მეგობრებო დავიწყოთ 3 2 1 ქარქარო შემითხოვნა აი ასე ყარქარო აი ასე ქარო აი ასე ქარო ჩვანბორთ მამალ ქალაბ ჩვანბორთ დედა დუმები დადედა არბაგაბი ქარქარო შემითხოვნა კიდე ჩოგორ შეყარქარო
გილოცავ ლიგუნა 400 ლარი გაქვს. მე მგონი უნდა აიღო ახლა ეს თანხა. აღარ უნდა გააგრძელო. გავაღოთ გოაკრედიტის სეიფი და გადაწყვეტ გული 400 ლარი. მოიტანე ფული. გილოცავ ბავშვებო. დაგარდია. თემუკა. ეს დაგაგიგებთ. შენ რამდენი აქედან? 4 ლარი. მეტი არა. 4 ლარი? 2%. 100 ლარი ამაში ყოფილა. ანუ შემდეგი ერთი წელი უფასოდ უნდა იმუშაოსო. კარგი გოგო, ხარდა კარგი თემუკა მომჩავმარხები. ეგენაცალე. მიაქცია დაიგოს ყურადღება, მიაქცია საკლაპო. მადლობა რომ გესმის. დიდი მადლობა კუპერსბერგ და გოაკრედიტს. მე მოვიგე 400 ლარი, ძალიან მიხარია და ყველას უსურვებ წარმატებებს მოვიდეს. გააცინე და მოიგეში, მოიგოს თანხა. მე მოვიგე თანხა და ძალიან გმაყოფილი ვარ გააცინე და მოიგე. დიდი მადლობა და აქვე კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი პარტნიორების შესახებ. ჩვენი გადაცემის პარტნიორია გამაგრილებელი სასმელი არსიკოლა და არსიკი ორენჯი. არსიკოლა იგზანის ცხოვრების არსი. ჩვენი პარტნიორია გამაგრილებელი სასმელების კომპანია არსიკოლას ახალი გემოები. მალე არსიკოლა ვანილის და ყავის არომატით, ასევე გადაცემის პარტნიორია ჩასაშენებელი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია კუპერსბერგი, რომელიც ასევე აძლევს ჩვენს მოთამაშეებს შანსს, რომ გამწვანდეს და შემდეგ გააგრძელონ თამაში ან აიღონ კუთვნილი თანხა და ჯერ სხვადასხვა ამ გადაცემაში არ გამოუყენებია თავისი შანსი. ანუ დარჩენილ მონაწილეებს აქვთ რაღაცეები კიდევ წირო, რომელიღაცაც ძალიან გაუმართლებს შეიძლება ითქვას. ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია ფინანსური ორგანიზაცია გოაკრედიტი, მომსახურება საქართველოს რეგიონებში, რომელიც სეიფიდან გადაცემს ასევე თანხას და ჩვენი პარტნიორია რესტორანი ღვინის გზა, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 97-ში. ვაიდედა. შემდეგი მონაწილე, რომელიც გოაკრედიტის ოთახიდან ჩვენთან სათამაშოდ მოდის, გახლავთ გიორგი გოგოლაძე. გთხოვთ მივესალმოთ. ძალიან მოწონს თქვენი გადაცემა, ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის შესაძლებელი. ჩემი ხუმრობებით ვფიქრობ, მოვახერხებ ჟიურის გაცინებას, თანხას არ ვიცი, წინასწორად ვიტყვია. ამაგება გიორგი. როგორ ახლა? თქვენ? არა მიშავს. რაღაც ისე სპორტული დგომა გაქვს, მე ასე მგონია რომ შერკინებაში უნდა ჩავდგეთ. მე არ მაქვს სურვილი არანაირად. მეც არა, რა თქმა უნდა. პოლიტიკა არ უყვარს. ბატონ გიორგი. პოლიტიკა არ უყვარს და ყველაზე მაგარი 1 კილო რო ქონდეს 100 ზამდიო, დავისვენებდიო კაცმა. მართალი. შეგენაცვალე. ხო ზოგი გადავადნობდი აბა ლომბარდი უნდა დავყო. ზოგმა გაჭირვებულებს დაურიგებდა რაღაცეებს იზა. აგერ ადამიანი მარტივად გადავისვენებს. ისვენებს. მართალიც არის. მე ესე მოვიქცეოდი ჩემო ძმაო აუჩ. ჩვენ წენგრე მოვიქცეო. ენგრევინ ზამდი. რა მოგვიმზადი აბა დღეს? ანეკდოტები. ანეკდოტები. ერთი ეს მაგარია, თუ წითელი ვარდი ნიშნავს სიყვარულს, მაშინ მწვანე რას ნიშნავს? სიხარულს. ძალიან საინტერესო მარტივადაა გადაწყვეტილი ყველაფერი ხო? რაღაც ეჩქარე. მოვჭით ახლა გლიცის და დაელაპარაკეთ ადამიანს კაცო. ბოდიში გიორგი. კარგია, კაცო, ანეკდოტები. ახალი ანეკდოტები გამაგონეთ, თორემ დავკრა ფეხს წავალ ამ გადაცემიდან, არც ფული მინდა ამფერი თქვენი ავიღებ ჩემთვის 1500 ლარს და მივხედავ ჩემს საქმეს. შვენიერია. გიორგი, კი ბატონო. ანეკდოტებს უნდა შესავალი. არ უნდა. ძალიან კარგი. ესე იგი პირდაპირ ჩავთო დრო. ძალიან კარგი. 3-2-1. ძალიან კარგი. ვინა ეს მახინჯიქარი? ჩემი ცოლიო, ბიჭო. უი ბოდიშს მომიქარი. შენ კი არა მე მიქარი. შენ. შვილიშვილი ეკითხება ბებოს. ბებო, გათხოვება უფრო ძალიან გინდა თუ გოზინაყი? სად მაგ ბებო გოზინაყით კაბინები? ბაიკერი ნოდარა, რომელიც კასკის გარაში მოძრაობს, ყველამ წერის გემოიცის. სულ ყველას. შემდეგი. დავიბი. ორჩა? დავიბი. თვითონ გაერიმო შენს დაბრუნებულობაზე. გიორგი 50 ლარი გაქვს. თავრე გავიგონე მე. რავშებით, ეგ არ არის პრობლემა, თუ დაიბერე შეგიძლია აღადგინო ყველაფერი. ანეკდოტები გაქვს? არა. კი მაქვს როგორ ვკითხო. რა შეგიძლია? დაისვენე ცოტა. მომეც მე გამწავიკითხავ, კაცო, მომიტანე. არა აქვს ანეკდოტები. კაცი მე ვიდა კაცთან და. რატო აღარ გითხულობ? დავიბენი.
არა უშავს, ცოტა შეისვენე და განაგზე რა. აი, ადამიანი ნახე. გავაღოთ, მაშინ გვაკრედი გაატანე 50 50 ლარზე მომწევ. შეხედე მე როგორ ამოიბნეს. მე მოუყვება. გამოიბნე. ემბროტებს უფრას. გავხდა ვიცი. ხო არ ვიცი ჩანსი რომ ცოტა დაისვენოს და გააგზო. სამსალია დასასვენებლად მილიონი საქმე მაგერას. ანუ სადე და თუ დაიგნები რაღაცა არ ვიცი. როგორც გინდა. კი ბატონო. არადა მზად იყო დიტო. რაც არ ნახულობა ქონდა და გაიცინდა. არა ხო უცნაურია რატო ახალები ნაშრომია და განმეულობის გამო ახალ გავხნა ან გამიფუძნა სამეცნიერო მანქანა წარმატებები შემოძრავა დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყუბერტს გუაკრედიტს მოვიგო 50 ლარი ძალიან მინერვიული და იმის ეწოდე რა დიდი მადლობა გააცინეს და მოიგეს დეიდაჩემს მოკითხო მართლაც რომ თაობებს დაამახსოვრდება ეს გამოსვლა პატივცემულებო წეგან ბატონი გიორგი აი სანამ შემოვიდა სტუდიაში შემხვდა გერა ჩამიქროლა სადღაც გარბოდა რაღაც დავიწყდა და ისე ნაზად გამკრა ხარი კი აი როგორი პატარაა ისე მართლა იწევს დაბნეულობას იქ რო გახარ მე ხო ვიცი ახლა ეს ყველაფერი ვიცი ისე დაიბელი შენ 4000 ლარი მოიგია გამზადე 1000 ლარი და ნახე თუ იწევს დაბნეულობას გამიმზადე ერთი კი ბატონო გავაგზავნოთ ჩვენი თამაში რვას მეგობრებო და შემდეგი მონაწილე რომელიც გუაკრედიტის ოთახში ემზადება სათამაშოდ გახლავთ ბექა ბობოხია ივესალმე თქვენს გადაცემაში არ შესული არაფერს გარდა იმისა რომ თანხა უფრო ცოტა მეტი იყოს ვფიქრობ რომ მოვიგებ 400 ლარს მაქვს სიტუაციები და შუქები რა ბექა ბობოხია ფოთიშადა ხუდია თუ ბოხია აი ფოთიშადა გაშურღაიას იცნო ფოთში არა არის იცნო როგორ არის ბატონჩინავას კი ბატონჩინავას გასტილი შურღაი ანდროევიჩი არის იცი კარგით ძალიან კარგი სხვათა შორის ფოთელები მე ყოველთვის აღნიშნავ როცა გამოდია ყოველთვის ბაჭო გოგას არ ვიცნობო რა არ ვიცნობოდა როგორ არის ჩვენ გოგაზია საუბარი ვიცი გოგა არ იცის მოდი ერთი წუთი მოდი აქ ვის არ იცნობს ეს მომზადეთ ბაცოლო გოგა შემომძანდე თუ შეიძლება ჩვენ და სტუდიაში მივესალმოთ თქვენ ხო იცნობთ მეგობრებო გაიცანით გოგა შურღაია იცნობთ ერთმანეთს ფოთი პატარა არ არის დიდი და რა ვიცი რაღაც კოჩი მალთაყვაში მალთაყვა მე ოსტროვი და მე მივესალმოთ კიდევ ერთხელ და გავაცნო დაგვრესებო აფეხა გეყოლებით მე დაგიხმარა და ვახვარვისი ასე ეს არის სხვათა შორის გოგა შურღაიას ნამყოფი ამ სცენას და ამ სცენიდან გადაინაცნობენ კაი ადგილებზე ასე მოდიან ამ სცენას და მე ხვდებიან კაი ადგილებში მოკაფავენ ფულებს და მე ვეღარ გსნობენ კარგი ბექა კარგი რა ვიცი ბექა რა მოგვიმზადეთ მინიატურები და რამოდენიმე ბიეტონი შუქა ხო ერთი ორი ხუმრობა ისეთი საღლეცინო პირდაპირ ჩართო დროთო გრამი შესავალი მინიატურები დავიწყე ხო დაიწყე ბატონო რას მეთანხმებ მე 3 2 1 მინიატურა სარმაცი მესაფლავე აუ დავწვათ რა მინიატურა არაადეკვატური კაცი იპარსავს წვერს მინიატურა მოხერხებული სალამურის მინიატურა სპაიდერმენი ხობის მონასტერში სპაიდერმენი ხობის მონასტერში არის კარგი მაგარი აქ რა არის რატო ხობის მონასტერში რატო ზოგადად არა ხო მაგარია მაგრამ მაინც წამს რაღაცის წამს მაინც საინტერესო გილოცავ ბექა 50 ლარი გაქვს რა ვშვებით ახლა გავაგზელებ ხო კი ბატონო მოდი ამ ეტაპზე გავაგზავნე ახლა ბეტმენი ეპარქიაში ხუმაფხაზეთის ეპარქიაში 3 2 1 მინიატურა არაადეკვატური კაცი სამშობიაროში სკალპერი პინცეტი პუდრი ნემსი და ძაფი
მე ვერ მივხვდი. მინიატურა გურამ ჯაშმა დაინახა ვანო ჯავახიშვილი. დითავა. მინიატურა იდიოტი გოგო. ხო, სამართლო დაგირეკავ. ხო, დაგირეკავ. კი. ვაიმე, აიფონი დავკეცე. მინიატურა მას ვერ მოვიდა კაი ამბავი. 100 ლარი აქვს ბექას. აიფონი დავკეცე. ჯანზე. ვაგზელებ თამაში თუ რა ვშევ? კი, გავაგზელებ. ძალიან კარგი. 200 ლარზე ვთამაშობთ. კი. გვაქვს ხომრობები. კი. ძალიან კარგი. 3 2 1 მინიატურა მაზოხისტი ფერმერი. ცip. ნახოთ მინიატურა ოფოფი ეროვნულ გამოსცემს. მინიატურა ამერიკელი რეპერი სოფლის ტუალეტში. იო! მინიატურა ქუთაისელის სუპერგრინ. თითოს გაეცინა. ნიკას კი არა. თითოს გაეცინა. ნიკას კი არა. თითოს. წინა იქიდან 200 ლარი გაქვს ბექა. ამაზე ამომას. ყალეცი ამომას. ხუმრობები აღარ დარჩენილ. ხო, დამთავრდა ხუმრობები სამწუხაროდ. სტარტი დამთავრდა? აი ის არა უშევ, ჩემო კარგო. აი ზოფოფი ხო იყო მაგალითად წელს რომ არა მე ის მახსოვს ძალიან მაგრად ირემი. ო, ირემი. თეატრალი ირემი რო იყო. ო, იგივე ეფექტი იყო და მაგიტო აღარ გაგეს. პირველი ეფექტი. ბექა. ხუმრობები აღარ გვაქვს. ანუ მაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა ხუმრობები და არ აქვს იმედი. ბექა, საინტერესო ამბავია, მოკლედ კუპერსბერგს არ გამოუყენებია თავის შანსი. მოკლედ, შენ რო გააგრძელო ახლა თამაში, თუ გაგიმართლებს მოიგებ 400 ლარს, თუ არა და კუპერსბერგი მაინც მოგცემს იმის შანსს, რომ შენ მოიგო შენი კუთვნილი 200 ლარი. მაშინ ყველა ვარიანტში ანუ ყველა ვარიანტში უნდა გააგრძელო ჩემო ძმაო მეგობარო. 200 გარანტირებული ლარი გაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ესეთი შანსი მოგცე კუპერსბერგმა. მადლობა კუპერსბერგს. სათხარ, ანუ ვაგრძელებ თუ მაინც არა? კარგი, ავაგრძელებ კარგი. კარგი ავაგრძელებ, აბა მივესწრო დავალისწრებით. მე ვიქნები ობიექტური. შიური მსახიობი გავასწორეთ ახლა 400 ლარზეა თამაში და თლათ ახლა კუპერსბერგის შანსები და ეგენი და აგენი რა ხდება ახლა ნიკა რა 3 2 1 ბრუსმა ანუ მინიატურა ბრუსს დაესიზმრა კოშმარი. ბიატლონის შუქეთკებს წავიკითხავ. ვენების გადაჭრა ვინც გამოიგონა, თავი მოიკლა. ბანის სოლისის მაგას 1 და რიდა და 2 და მატორი აქვს. ბიზ და ჩემი მდენი ხანი და ციხეში ციხიდან პურით გაკეთებული 2 ოთახიანი ბინა გამომიგზავნა. ადეკვატურად და სწორად წვეთლე ეს ნამდვილად აი ამაზე მაგ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოთამაშეებო მესაუბარი მიხვდა ადამიანი რომ აღარ ქონდა შემდეგი ხუმრობების იმედი და აღარ გააგრძელა მაგრამ კუპერსბერგმა მისცა შანსი ასე კი არ უმართლებს ყველას რომ მისცა შანსი კუპერსბერგმა ამიტომ არ გააგრძელოთ ხომ გამწონდა ჩვენი სცენა და მივცეთ კუთვნილი 200 ლარი მეგობრებო ეს დავამთავრე აბა შეუნარჩუნა კუპერსბერგმა 200 ლარი 200 ლარი არ არის ცუდი ფულია 200 ლარი არ არის 180 ლარი უნდა იყოს მეტი აი ხარი კარგი ბიჭი ხარ ხო ხოთა შორის ბატონო ბეკა კი ბატონო ბეკა დააკვირდით კუპერსბერგმა რა გააკეთა შანსი ხო მოგცა 200 ლარი იმის შანსიც მოგცა რომ 400 მოგეგო ამაშია საქმე კარგად დადებოდეთ ბატონო ბეკა გავაცნოთ ამოდისმენდებით გავაცილოთ ნამდვილად მადლობა კუპერსბერგს და გოაკრედიტს მომცეს შანსი მომეგო დიდი თანხა მაგრამ ხუროების ნაკლებობის გამო ვერ მოვიგე ყველას უსურვებ წარმატებას და მადლობა კიდევ ერთხელ პატიცემულო ჟიური თქვენ სიყვარული დღეს არა დარარარირარარო იქნება გეთქვათ რაღაცა დაიწყებთ ბატონო დიტო პირველად ვარ და რა ვიცი ჩემს შტაბ-ეჭვდებას ვიტყვი პირველ რიგში ძალიან საპასუხისმგებლო ადგილია სადაც მე ვზივარ და ადამიანი რო აგებს ამ რაღაც მოგებულ თანხას გული წყდება ძალიან და თქვენ როგორ უძლებთ ამას ძალიან მიკვირს მე მაგალითად
დანარჩენი დღევანდელი გადაცემას მეკატორე, აბა ადამიანი ხო ყველაფერზე ჩვენ. კარგია, კარგი მონაწილეები იყვნენ ვიღაცებზე გული დამწყლა, ვიღაცებზე არ დამწყლა, იმიტომ რომ მათ არ წაუგიათ და პირიქით ფულის წავიდნენ და ეს მშვენიერი გადაცემაა. მადლობა, გაიხარეთ თქვენ, ძალიან მიყვარხართ ორივე. გაიხარე დიტო, დიდი მადლობა დიტოს მინდა უთხრა, კეთილი იყო შენი მომბრძანება ჟიურის წევრად. ამ სცენაზე დიტოს საკმაოდ კარგი მოგონებები აკავშირებს ამ სცენასთან. აი იყო და საკმაოდ სოლიდური თანხითაც წავიდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, მე მინდა ვთქვა, რომ დღეს იყო ძალიან კარგი გადაცემა, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვიხალისეთ, რამოდენიმე ადამიანი შემიძლია გამოყო, თუნდაც ბოლო მონაწილე, ბატონი ჟულივერზე დამწყდა გული რო ვერ მოიგო. ძალიან. და ლიკა და თემუკა აუცილებლად უნდა ვთქვათ, და გამოყოთ, რომ ძალიან მხიარული წვილი გვესტუმრა დაძმა და აი ამ ადამიანებს ტრადიციულად მადლობა და რომ ასეთი კარგი გადაცემა ჩავწერეთ მათი წყალობით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პატივცემულო ჟიური. დიდი მადლობა ჩვენს ცოცხალ აუდიტორიას, აპლოდისმენტებით თქვენს საკუთარ თავს შეგიძლიათ დაუკრათ და რა თქმა უნდა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.